საღამო მშვიდობის არიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკს შეხვდა. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგი, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის დინამიკა, ერთობლივი პროექტები და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ოვერჩუკის ვიზიტამდე ცნობილი გახდა, რომ მისი მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში საკომუნიკაციო გზების გამბლოკასთან დაკავშირებით ნიუანსების განხილვა იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ერევანს ბაქოსთან ერთად ტრამპის გზის შექმნის პროექტში, თუ სომხური მხარე ამას საჭიროდ მიიჩნევს. ვიცე-პრემიერთან ერთად ერევანში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინიც. ვაშინგტონის შეთანხმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა, აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების წინ უძღოდა ფართო კონსულტაციები მთავრობის, უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ამ ნაბიჯით გადავედით განვითარების ახალ დღის წესრიგზე, ახალ განზომილებაში. წინ ძალიან დიდი, მაგრამ კონსტრუქციული, მშვიდობიანი და შემოქმედებითი სამუშაო გველის. ცნობისათვის ვაშინგტონში 3 ქვეყნის ლიდერებისთან დასწრებით სომხეთსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარაფირება გაუკეთეს სამშვიდობო ხელშეკრულებას. დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რეგიონული კომუნიკაციების გახსნას ეხება, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს. ნიკოლ ფაშინიანი მზად ყოფნას გამოთქვამს სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისათვის და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონსტიტუციასაც შეცვლის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის გაამარტივოს პროცედურები არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ ყველა მეზობლებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ექსპორტსა და ტრანზიტს. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამარტივება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბაქოს მოთხოვნას კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ვაშინგტონში პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულება ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება, ის თავად იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი. მისივე თქმით, სომხეთი ისედაც მუშაობს ახალი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ რეფერენდუმზე გავა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქმა რწმენა, რომ ხალხი არ დაუჭერს მხარს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს შეაფერხებს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კვლავ აცხადებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა სომხეთი საშინაო დავალებას შეასრულებს და კონსტიტუციას შეცვლის. სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად აზერბაიჯანს კიდევ ერთი წინაპირობა აქვს, რომლის შესახებაც ილჰამ ალიევმა ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ ისაუბრა. ის სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს. ამავდროულად ძირითადი კანონის ცვლილებები ერევნის დღის წესრიგშია, თუმცა უარყოფენ, რომ ეს ალიევის კარნახით კეთდება. ჩვენი კოლეგა მონიკა ჰაიროიანი შეეხო ამ თემას. აზერბაიჯანი კვლავ აჩვენებს, რომ მასთან გარიგების დადაბა უაზროა. სომხეთ-აზერბაიჯან აშიშის სამხრივი შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, თითქოს ნებისმიერ დროს მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას, მაგრამ სომხეთს ჯერ საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი კონსტიტუციის ცვლილების სახით. როდესაც აზერბაიჯანის დღის წესრიგში გაჩნდა სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, ნათელი გახდა, რომ მათი მთავარი პრობლემა კონსტიტუციის პრეამბულას უკავშირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრეამბულა უბრალოდ ცვლილებებით ვერ შეიცვლება. მისი შესაცვლელად ტექნიკურად აუცილებელია მთელი კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიღება, ანუ სრულიად ახალი კონსტიტუცია. შეთანხმების მეოთხე მუხლში შავით თეთრზე წერია. მხარეები თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში.
საქმეებში ჩარებისგან და რა არის ძირითადი კანონის შეცვლის მოთხოვნა, თუ არა ჩარება. Երկրի սահմանադրությունը չի կարող լինել քաղաքական խաղաղ ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიძლება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს და არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და აიძულოს ის, გამოიყენოს იგი როგორც პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტი. აღსასურებელ ხელისუფლებას არ შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა. ეს პროცესი საზოგადოებრივ მონაწილეობას მოითხოვს. აუცილებელია რეფერენდუმი და მხოლოდ ხალხია გადამწყვეტი შეიცვლება თუ არა კონსტიტუცია. მაგრამ აქ მრავალი თუ არსებობს. თუ საზოგადოება წინააღმდეგი იქნება ცვლილებების, რა მოხდება ამ შემთხვევაში? ხელშეკრულება საბოლოოდ არ გაფორმდება. იურიდიული თვალსაზრისით, არარეგულირებული პირობაა წაყენებული არა ფაშინიანის, არამედ სწორედ სომხეთის ხალხის წინაშე. თუ ხალხი ხმას არ მისცემს ალიევისთვის სასურველ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ არსებითად შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოხვდეს. სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციის წევრის ჰასმი ქაკოპიანის თქმით, კონსტიტუციის ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს აზერბაიჯანის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან, რადგან ის მთავრობის პროგრამაში დიდი ხანია, როგორც პრიორიტეტი იყო გათვალისწინებული. კომისიაც კი შეიქმნა, თუმცა ის კორონავირუსისა და ომის პერიოდს დაემთხვა, რის შედეგადაც პროცესი გადაიდო. ახლა ახალი კომისია უკვე ჩამოყალიბებულია და მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით. ახალი ცვლილებების არსი დაკავშირებულია კონსტიტუციისა და მოქალაქის ურთიერთობასთან. ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით შექმნას თავისი კონსტიტუცია. ოპონენტების თქმით, ბაქოს ერთი წინაპირობა უკვე მიღებულია და ფაქტი არ არის, რომ კონსტიტუციიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოღება მეზობელ სახელმწიფოებს მშვიდობის ნავსაყუდელთან მიიყვანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი დასრულებულია და მიაღწიეს ყველაფერს, რაც უნდოდათ. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და ვაშინგტონში პარაფირებული დოკუმენტები სრულიად უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ინტერესებს. ალიევის თქმით, სომხეთმა იკისრა ვალდებულება ააშენოს რკინიგზა ნახიჩევანთან დასაკავშირებლად, რასაც მან მორიგი ისტორიული წარმატება უწოდა. მისივე განცხადებით სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის ავტორი აზერბაიჯანია. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფი თავის ბოლო დღეებს ითვლის და მისი დაშლით ბაქომ მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი მიიჩნევს, რომ პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა შეუძლია ტერიტორიული და უსაფრთხოების საკითხების მოგვარება, თუმცა მოსკოვში ამ შეხვედრის მიმართ ოპტიმიზმი არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეხვედრის ალბათობა აგვისტოს ბოლომდე ნულის ტოლია, ხოლო შემდგომშიც უკიდურესად მციმე ან საერთოდ არ არსებობს და სამიც ტრამპის ფანტაზია უწოდა. გასულ ღამეს რუსულმა ჯარებმა მასირებული იერიში დაიწყეს უკრაინაში მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის კიევზე. გამოყენებული იქნა ასობით დამრტყმელი დრონი და ათობით რაკეტა. დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგური, ასევე უკრაინის დასავლეთში მდებარე არაერთი ობიექტი. ზაპოროჟიეში დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ევროპული ქვეყნები ჩქარობენ დაასრულონ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრამდე. სამი ათეული ქვეყანა თებერვლიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანათავმჯდომარეობით მოქმედი ნების კოალიციის ფარგლებში და ერთ-ერთი განხელული იდეა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების განლაგება. ტრამპმა მიანიშნა, რომ აშაში ჯარს არ შეიყვანს უკრაინაში. თუმცა ბლუმბერგის მონაცემებით 10 ქვეყანა მზად არის გამოყოს თავისი ჯარები. ჩამოყალიბდა დიახისა და არას ბანაკები. არას ბანაკში არიან და ჯარების გაგზავნის იდეის წინააღმდეგნი არიან გერმანია და იტალია. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ იწვევს დაახლოებით 60,000 რეზერვისტს მთელი ქალაქ ღაზის დაკავების გეგმის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ ქალაქ ღაზის 100,000-ობით პალესტინელს ევაკუაციასა და სამხრეთ ღაზის თავშესაფრებისკენ წასვლას უბრძანებენ. წითელჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ შემდგომი გადაადგილება და ბრძოლების გაძლიერება საფრთხეს უქმნის უკვე კატასტროფული ვითარების გაუარესებას ღაზის 2,1 მილიონი მოსახლეობისთვის. შუამავლები კატარი და ეგვიპტე ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას თავდასხმამდე და წარმოადგინეს 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მყოფი 50 მძევლიდან ნახევრის გათავისუფლების ახალი წინადადება, რომელიც ხამასმა მიიღო. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.